სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გვაძლევს ძალას, რომ ჩვენს მიცვალებულებზე ვიზრუნოთ და მათი სულებისათვის უფალს შევევედროთ, ესე იგი. მიცვალებულთა მსახურება, მიცვალებულთათვის განკუთვნილი მსახურება რაღაცნაირად სხვანაირ სითბოს ატარებს და არ არსებობს, რომ მაგალითად მიცვალებულთა კვერეთს რომ უსმენ, მიცვალებულთათვის ლოცვას უსმენ, რომ ფიქრით რაღაცნაირად არ დაუკავშირდე მიცვალებულს და ესე იგი რაღაცა ისეთზე არ იფიქრო და იზრუნო, რაც ამ წუთის სოფელს მოგაშორებს და მარადიულობაზე რაც გაფიქრებს. ის გამორჩა მეორე მადრაც არის ანალოგიაში. ანალოგიაზე რაც კიდევთ ის გამორჩა, ეგრე გამორჩა. და ესე იგი ადამიანი იმდენად არის მიჯაჭვული ამ წუთის სოფლის საზრუნავს, რომ სამწუხაროდ ხშირად გავიწყდება, რომ ჩვენ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ, ესე იგი და ეს არის ყველაზე მთავარი. აი ნახეთ, დღევანდელ სახარებაში უფალი ჩვენ როგორ გვეუბნება, რომ ესე იგი თავის სისხლზე და ხორცზე ამბობს. ჯერ თავის თავზე ამბობს, მე ვარ პური ცხოვრებისა, სიცოცხლის პური. აი მამაო ჩვენოში ჩვენ ხო არაერთხელ დღის განმავლობაში ვამბობთ, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. არსობის პური, არსებობის პური, არსებობის შემნარჩუნებელი, ანუ სიცოცხლის პური არის თავად მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც ვითხოვთ. მამათა თქვენთა ჭამეს მანანაი უდაბნოსა და მოსწყდეს. ეს იყო, როდესაც ეგვიპტიდან გამოდიოდა ისრაელი, მათ საკვები არაფერი არ ჰქონდათ და უფალმა ზეცით მისცა მათ პური, ზეციური მანანით, მანანა ერქვა, რადგან მანანა ნიშნავდა, რომ რა არის ესო, პირველად რომ ეს პატარა ხორხოშინა ქინძის თავის მარცვლის ოდენა ხორხოშინა მარცვლები ნახეს, არ იცოდნენ რა იყო და რა არის ესო, რომ გაუკვირდა დღეს, აი მანანა სწორედ მაგას ნიშნავს და ამით იკვებებოდნენ წლების განმავლობაში, ესე იგი და მაგრამ ის კი არ არის, ის ხო ეძახდნენ, რომ ეს ზეციური პური იყო, მაგრამ ის პურივე ჭამეს თქვენმა წინაპრებმა და დაიხოცნენ. მე ვარო ჭეშმარიტი პური. ესე არის პური, რომელიც ზეცით გარდა მოხდა, უკვე თუ ვინმე ჭამოს მისგანი არა მოკვდეს. და თუ ვინმე ჭამს ამ პურსო, ის არ მოკვდებაო. მე ვარ პური ცხოველი, მე ვარ ცოცხალი პურია, ცხოველი ძველქართულად ცოცხალი, რომელიც ზეცით გარდა მოხდა. უკვე თუ ვინმე სჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხონდეს უკუნისამდე. ანუ ვინც ჭამს ამ პურსო, ანუ ვინც ეზიარება სხვაგვარად ვთქვათ, ის არ მოკვდებაო, არამედ იცოცხლებს უკუნისამდე. და პური, რომელიმე მივცე, ხორცი ჩემი არის, რომელსაც მე მივცემ ცხოვრებისათვის სოფლის. ახლა უკვე განვამარტავს, რა არის ეს პური. ეს პური არის ჩემი ხორცია, რომელსაც მე მივცემ ამ წუთის სოფლის საცხონებლად და ქრისტე ჩვენთვის ჯვარსაც. ილალვიდეს ურთიერთა სურიანი და იტყოდეს, ანუ ესე იგი იუდეველები ერთმანეთში კამათობდნენ და ამბობდნენ, რომ ვით არ მეხელეწიფების ამას მოცემა ჩვენ და ხორცისთვის იჭამად, როგორ მოვცემსო თავის ხორცსო საჭმელად. თქვა მათიასო, ამინ ამინ გეტყვით თქვენ, ამინ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, ანუ კაცის ეს თავის თავს უწოდებს სახარებაში არაერთხელ მაცხოვარი. ანუ თუ არ ჭამთო მის ხორცსა და არ სვამთ მის სისხლს, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთ. ანუ თქვენს თავში სიცოცხლე არ გექნება თუ ამას არ მიიღებთ.
ხოლო რომელიც ჭამდეს ხორცს ამას და სულ მიდეს სისხლსა ჩემსა, აქ უნდეს ცხოვრება საუკუნო. და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღესა. და ვინც ეზიარება, მოდი ახლა უფრო ჩვენ გასაგებენაზე, მას თავის თავში ექნება საუკუნო ცხოვრება და მე აღვადგენ მას უკანასკნელსა დღესა. ანუ როდესაც იქნება მეორედ მოსვლის დღე. და დღევანდელ სახარებაში 60 ხულოში მაპატიეთ მოციქული პავლე ამბობდა, რომ ესე იგი როდესაც უფალი დაბრუნდება და აღადგენს გარდაცვლილებს, ვინც ცოცხალნი იქნებიან მაშინ ხორციელად ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, მათი სხეულები ყისიერად შეიცვლება, ანუ ხორციელი სხეული აღარ იქნება, არამედ იქნება სულიერი სხეული და ყველა ერთად შეეგებება უფალს. და ეს უკვე არის საშინელი სამშაბლო და განკითხვის დღე და მოციქული პავლე ნახეთ როგორ ამბობდა, საიდუმლოს გეუბნებითო, რომ ჩვენო ყველანი გარდავიცვლებითო, მაგრამ ყველანი ვერ ცხონდებითო. აი ძალიან დასაფიქრებელი სიტყვებია. ეხლა რომ აქ პავლე მოციქული შემოვიდეს და ჩვენ რო გითხრას, აი აქედან ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ ყველანი ვერ ცხონდებით. აქ უკვე ადამიანი დაფიქრდება, რომ მე რა მომელის. აი ამაშია საქმე. ადამიანი კი არ უნდა იყოს დაიმედებული, რომ აი რახან უკვე ეკლესიურად ცხოვრობ, მე უკვე ცხონებული ვარ. არამედ ის კითხვის ნიშანი ყოველთვის უნდა იყოს, რომ იმ ცხოვრების წესით, როგორც ახლა მე ვცხოვრობ, მე გადარჩები, უფალი შემიწყალებს თუ როგორ იქნება საქმე. და ყოველთვის სიფრთხილით უნდა იყოს ესე იგი ადამიანი და აი ეს არის მთავარი საზრუნავი. ეხლა შეიძლება ადამიანს ესა თუ ის ავადმყოფობა არ შეეყაროს და ისე გაიაროს მთელი ცხოვრება. შეიძლება სადღაც წასვლა არ მოუხდეს, რაღაცა პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, რომელიმე ქვეყანაში წასვლა არ მოუხდეს, ან რაღაცა ყველაფერი შეიძლება აცდეს ადამიანს, მაგრამ აი გარდაცვალება რო აცდეს და ღვთის წინაშე წარდგომა რო აცდეს, ეგეთი ადამიანი არ არსებობს. ეს სახარების შეულისწავლება, ან უკლებლივ ყველას ჩვენ თითოეულს გველოდება გარდაცვალება და გველოდება ღვთის წინაშე წარდგომა. და იმისათვის, რომ ადამიანი ემზადებოდეს აი ამ დღისთვის, ღმერთმა ადამიანს მისცა თავისი მცნებები, რითიც უნდა იცხოვროს. და თუ ამ ცნებას გარდახდა ადამიანი, რადგან მიდრეკილია ცოდისაგან, მაშინ მას მისცა მადლი სინანულისა, აღსარების საიდუმლო მისცა, რითიც ადამიანი თავის ცოდვას შეინანოს. მაგრამ როგორც უფალი ბრძანებს, მრავალნი არიან მოწვეულნი, ანუ ყველა მოწვეული, მაგრამ მცირედი არჩეული. განარჩეული იმიტომ კი არ არის, რომ ღმერთმა გამოარჩია, აი შენ წამოდი ჩემ გზაზე და შენ არ წამოხვიდე. ღმერთმა ყველას მოუწოდა, მაგრამ თავის გულში ყველამ ერთნაირად არ გამოარჩია უფალი. ვიღაცამ უფრო მეტად გამოარჩია უფალი. ვიღაცამ საერთოდ არ გამოარჩია უფალი და არ მიდის ამ გზაზე. ანუ მრავალი მცირედი არჩეული ნიშნავს არა იმას, რომ უფალმა ვიღაცა მიკერძოებით გამოარჩია, არამედ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ თავის გულში გამოირჩია უფალი და ვიღაცამ არ გამოირჩია. და უფალი ამბობს, რომ ვინც მე მემსახურებაო, მე გამომყვეს და სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება. ჩვენ თუ ეცდებით, რომ უფალს გავყვეთ, სადაც უფალი იქნება, ჩვენც იქ ვიქნებით. ანუ ეს არის სასუფეველი. სასუფეველი ხო უფალთან ერთად ყოფნას ნიშნავს. თორე სასუფეველი კი არ არის რაღაცა გამშვენებული ბაღი, სადაც ადამიანი სიამტკბილობით ხო. სასუფეველი არის უფალთან ერთად ყოფნა და ჯოჯოხეთი არის უფლის გარეშე ყოფნა. და ამას ადამიანი თავად ირჩევს და ყველას აქვს შესაძლებლობა რომ იყოს რჩეული. ან იმ რჩეულთა შორის ვინც გადარჩება. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა ეს არის და სახარების შეულისწავლებაც, რომ ყველა მოწვეულთა შორის ყველა არ მიდის, არამედ იქიდან მცირედნი მიდიან ამ გზაზე. და ისე რომ აი ჩვენ
უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიქნებით იმ რჩეულთა შორის, ან რა არის იმისთვის საჭირო, რომ ამ რჩეულთა შორის ვიყოთ. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში აღასრულოს ნება ღვთისადან. ყოველთვის ერთი ფეხი უკან უნდა ედგას, რომ იქნებ ჯერ კიდე არ არის საკმარისი. იქნებ კიდე რაღაც მაკლია სულის გადარჩენისათვის. არასოდეს საკუთარ თავს არ უნდა ენდობოდეს. აი დავუშვათ, ზოგჯერ არის, რომ ადამიანი ამა თუ იმ ცოდვაში ვარდება, დავუშვათ მრისხანების ცოდვა, ვიღაცა სიძუნწის, ვიღაცა შეიძლება თამბაქოს ეწევა და ერთხელ დაანება თავი და იტყვის, რომ აი მორჩა, მე უკვე დავანებე თავი და ეს საშიშროება აღარ მიდგას. აი როცა უკვე დაიმედებულია, რომ ეს მორჩა ჩემ ცხოვრებაში აღარ მოხდება და საკუთარი თავის იმედი აქვს, რომ მე ეს გადავლახე, ზუსტად იქ არის ჩასაფრებული საცდური, ეშმაკი წყლისფერი. მაგრამ იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავს არ ენდობა და ღვთის იმედზეა, ეს ნიშნავს, რომ ის დაცულია. იმიტომაც წმინდა მამები ჩვენ გვირჩევენ და გვეუბნებიან, რომ კუბოს კარამდე საკუთარ თავს არ ენდო. იმიტომ რომ დავით მეფსალმუნე ამბობს, ყოველი კაცი ცრუ არსო. არავინ არ არის ბოლომდე სანდო და ანუ რას ამბობ? განაის კი არა ვიღაცა ყველას ეჭვის თვალით უყურებს. პირველ რიგში საკუთარ თავს. მე რომ ამ საცდურის წინაშე დავდგე ისევ, გაუძლებ? ვერ გაუძლებ უნდა თქვა. ამიტომ მე ჩემი თავის იმედზე კი არა, ღვთის იმედზე უნდა ვიყო. და თუ ადამიანი ღვთის იმედზე იქნება, როგორ ამბობს დავით მეფსალმუნე? იყავ ნუფალო წყალობაი შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. ანუ იყოს შენი წყალობა ჩვენზე იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შენი იმედი. და თუ კაცი მხოლოდ თავის იმედზეა, მაშინ ღვთის მადლი და წყალობა აღებულია მისგან და აღარ შეეწება. მაგრამ თუ ღვთის იმედზეა და საკუთარ თავს არ ენდობა, ღვთის მადლი მას ყველაფრისაგან დაიცავს. და ისიც თამდაბალი დარჩება, რადგან ეცოდინება, რომ ის გამარჯვება სულიერი მისი მონაპოვარი კი არ არის, არამედ წყალობა არის ღვთისა. ერთმა წყალობა არ მოგაკლოთ და დალოცვილი და გახარებულები გავყოთ.